ჩემ შვილებს არიან სპეციალური კვების ბავშვები, რომელსაც ესაჭირება ძალიან ძვირად ღირებული კვება და საქართველოს არ აწარმოებს ამ კვებას და ანუ იმის როიტყვიან იმის მათხოვარი გამხადეს, რომ ყოველ 3 თვეში ერთხელ შემაქვს თანხა და იმასაც არ მიფინანსებენ, როცა პური ღირს 22 ლარი, ფქვილი 1 კილო და მაკარონი ღირს 9 კილო 22 ლარი, მე დედამ რამდენი შევძლო, რომელიც არ მუშაობ, რამდენი შევძლო ეს ორი ბავშვი გამოვკვებო და მით უმეტეს რომ არიან შესაძლებელი შესაძლებლობების, ხომ? აი უკიდურეს მდგომარეობაში ვარ. ჩემი საქართველოს სად არის? იმის მაგივრად რომ ესეთი სერვისები იყოს, რომ მეც ადამიანი არ დავიბლოკო და არ დავიჩნდეს სახლში და ჩემი უფლებაც იყოს დაცული, იმის საფასურსაც არ მიხდის სახელმწიფო, რომ ჩემ შვილს ის 180 ლარი პენსია ჩემ შემთხვევაში არა, განსაკუთრებით მარტო ხელადედების შემთხვევაში არ გაუხო და მართლა პურზე და წყალზე არ გადავიყვანო, ვითომ და არის მზაობა და გვეხმარებიან, მაგრამ ეს არის სასაცილო, არავინ არაფერში არ გვეხმარება იმ კაპიკებს, რასაც თქვათ რაღაც პროგრამებია, ის გვეკუთვნის და იმაზე მეტი. ნუ რავი, ნუ დაგვაყვედრის ამას, იმიტომ რომ ეს აუცილებელია. ჩვენმა მთავრობამ ისეთ საფუძს მოაწერა ხელი, პირდაპირ ვალდებულება აიღო და პირდაპირ არღვევს კონვენციას. აი ამით, რასაც ახლა ჩვენ ვითხოვთ, ჩვენ არ უნდა ვითხოვდეს. როდესაც მოეწერა კონვენციას ხელი, აუცილებლად უკვე თვითონ უნდა მიეღოთ შესაბამისი კანონები. შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მშობლები ძირითადად ყოფებიან სახლში, ვინაიდან არ აქვთ იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ გავიდნენ და იმუშაონ. რადგანაც ძირითადად დასაქმება, თუ რომ დასაქმდნენ, თლიანი განაკვეთზე უნდა იმუშაონ და თლიან განაკვეთზე ხალხი ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ შეუძლებელია ვინმეს დაუტოვონ. ამისათვის უნდა არსებობდეს თანხა, რომელსაც ძიძას გადაუხდიან კერძოდ. იშვიათი შემთხვევებია, როდესაც დედას უტოვებენ ბავშვებს და მუშაობენ, თუმცა სამსახურში უნდა ძალიან რთული. აქედან გამომდინარე 24 საათი უწევთ სახლში ყოფნა, არ აქვს შესაძლებლობა იმის რომ იმუშაონ და მხოლოდ ფაქტიურად ბავშვის პენსიით არსებობენ. აქედან გამომდინარე სერვისები უნდა გაიზარდოს, უფრო მრავალხარისხოვანი, მრავალფეროვანი გახდეს და ევროპას მივბაძოთ. პირველი 2 პუნქტი შეასრულა საქართველოს მთავრობა და მესამე პუნქტი რატომღაც სტატისტიკა არ აქვს. ჩვენ გვაინტერესებს რატომ. და ვინმე თუ შეგვდება კიდევ თქვენ კომპეტენცია შეიძლება არ შედის, მაგრამ იმედია რომ ასეთ ხმარ დაიკარგება და ეს არის ძალიან მცირე რიცხოვანი ხელმოწერები. ჩვენ შეგვიძლია კიდე მოვიტანოთ, უბრალოდ ხელმოწერა ამ ამბავს არ უნდა ჭირდებოდეს რა. იმას რასაც ვითხოვდი და რაც კანონში ისედაც არის.